აფხაზეთიდან წამოსულებისთვის ელემენტარულს ძალიან უმნიშვნელოსაც შეიძლება უცნაური დატვირთვა კონდეს და მე ამას ყველაფერს დავარქვი ნივთიერი მეტაფორები. საერთოდ ეს მეტაფორები, აი მეხსიერების მეტაფორები ჩვენ ცნობიერებაშიც გვაქვს, იმიტომ რომ მაგალითად ევკალიპტი ჩემთვის ეს არის სურნელის მეტაფორა, რომელიც ასოცირებულია აფხაზეთთან და რა თქმა უნდა ყველა ნივთი, რომელიც ჩვენ აქ საბედის წეროდ გამოქცეულებს შემოგრჩა, რა თქმა უნდა ასოცირებულია რაღაცა მოგონებასთან. სოხუმელობა არ ნიშნავდა მხოლოდ ქართველობას, აფხაზობას, ჩვენ ვიცით რომ ყველაზე მრავალეროვანი ქალაქი იყო, იმიტომ რომ სომხები ცხოვრობდნენ, ბერძნები ცხოვრობდნენ და აი ბერძნებთან რაღაცა განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენ სოხუმელებს. ასე მეგონა რომ რაღაცა ძალიან ბევრი საერთო მქონდა და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, აი ბერძნებმა პირველად დაიწყეს ესეთი უცხო ნივთების შემოტანა. აი ეს ნივთი, რომელსაც თქვენ ხედავთ და ეს ნივთი მე ვფიქრობ არის უპირველესი მეტაფორა ზღვის, ხო? ნიჟარა. ჩემმა მეზობებმა ალბინამ ჩამოიტანა ათენიდან. სხვა ნივთებთან ერთად და როდესაც დამიძახა როგორც ყოველთვის რაღაცა შემერჩია, უცბად თვალი დავადგე აი ამ ნივთს. ეს არის ათენიდან ჩამოტანილი და ათენთან სოხუმის ბმა იყო ჩემთვის ძალიან უცნაური. რატომ? იმიტომ რომ ეს იყო იანგულის სამშობლოდან წამოღებული. და აი იანგულის სამშობლოდან წამოღებული აი ეს ნივთი, რომელიც ჩემს სახლში, ჩემს ოთახში საწერ მაგიდაზე მედო. ყოველთვის იყო ჩემთვის რაღაც უცნაური სტიმული, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვწერდი. ჩემი არჩევანი ის რომ ფილოლოგი გამختارიყავი, მწერალი გამختارიყავი, ბუნებრივია, ბევრ ამისთან არის დაკავშირებული და ასე მგონია, ამ ნიჟარამაც რაღაცა გარკვეული როლი ითამაშა. და აი ომის დროს, როდესაც ჩვენ ვებრძოდით ერთმანეთს და სამწუხაროდ ვერ გავიგეთ ვერც აფხაზებმა, ვერც ქართველებმა, რომ ჩვენ მტერი სულ სხვაგან უნდა გვეძებნა. და მტრის ხატი შევქმნით ერთმანეთისაგან და აი იმ პერიოდში ბუნებრივია მე არასოდეს მომსვლია თავში რომ რაღაცა გამომეტანა იქიდან ომის პერიოდში, მაგრამ მაინც მიწევდა სიარული, იმიტომ რომ თბილისში წამოვიყვანე ჩემი შვილი, მაშინ 4 წლის იყო ჩემი ვაჟი. აი ისეთი ნოსტალგია მქონდა რაღაცა ზღვის საოცარი, სადაც კი დავინახავდი სივრცეს, აი ცარიელ სივრცეს, სულ მქონდა განცდა რომ უნდა მევლო და იქ აუცილებლად დამხვდებოდა ზღვა. და ჩემს მეუღლეს ვთხოვე, რომ ჩამოეტანა რამდენიმე ნივთი. ეს იყო ჩვენი ქორწილის კასეტა, რომელიც აქ მაქვს. ეს რა თქმა უნდა იყო ალბომი, ჩემი მეხსიერების არაბესკები და აი ეს ნიჟარა. და აი ესე გადარჩა ეს ნიჟარა. და ომის შემდეგ ეს ნიჟარა ჩემთვის ისეთი სენსიტიური მეტაფორაა, ისეთი მნიშვნელოვანი მეტაფორაა, იმის შემდეგ დამეწყო აი რაღაცა ნიჟარების შეგროვების ჰობი. ამიტომ თუ კი გავიგე რომ ვინმე მიდის სოხუმში, ვთხოვ ხოლმე ყოველთვის მას რომ სოხუმიდან ნიჟარები წამომიყონ. ასე დამიგროვდა რამდენიმე ოღონდ სოხუმელი ნიჟარა. უკვე ჩამომიტანდნენ ხოლმე და შემდეგ ამ ნიჟარებს რაღაცა სიმბოლურად ვჩუქნიდი იმ ადამიანებს, რომლებსაც კარგად ესმოდათ ჩემი. ანუ თანაგრძნობა ჰქონდათ ამ თემის, ჩემი პირადი თანაგრძნობა კი არა, რომელთაც ჰქონდათ განცდა იმისა, რომ მე ქალაქი დავკარგე, რომელთაც ჰქონდა განცდა იმისა, რომ ჩვენ სამშობლოს ნაწილი, ჩვენ, მე არა, ერთად დავკარგეთ. იცოდით თუ არა თქვენ, რომ სასკოლო პროგრამაში არ არსებობს ერთი მოთხრობა, ერთი ლექსი აფხაზეთზე. მე ახლა მოვაჩინე. ამიტომ დავიწყე ძალიან აქტიური ქმედება იმაზე, რომ სასკოლო პროგრამაში შევიდეს ერთი მოთხრობა, ან ლექსი, უკეთესი იქნება მოთხრობა და ამისთვის მე ვიშრომე და აუდიო სპექტაკლებიც გავაკეთეთ. ნიჟარები აქ არის ყველგან. იმიტომ რომ აქ დელფინ ფანის მეგობრები არიან ნიჟარები, ბუნებრივია აქ ნიჟარები ისმენენ, ნიჟარები ზღვის ტალღებთან მეგობრობენ და აი ყველა ატრიბუტიკა, რომელიც ზღვასთან არის დაკავშირებული, ამეტყველებულია. ყველას ძალიან უყვარს ერთმანეთი. ეს არის ზღაპრები, რომელიც ზუსტად არის გათვლილი, როგორც ქართველ, ისე აფხაზ ბავშვებზე. რატო? აქ ერთი სიტყვა არ არის ნახსენები არც საქართველოზე,
არც აფხაზეთზე, არც ომზე, მაგრამ ძალიან ბევრი მინიშნებებია მშვიდობაზე. ძალიან ბევრი მინიშნებებია იმ სინანულზე, რომელიც ჩვენ უნდა განვიცადოთ და თუ ამ თაობამაც ისე ილაპარაკა და ვერ მოწებნა მშვიდობის ენა, ჩვენს დაბრუნებას იქ აზრი არ აქვს. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ გარემოში, სადაც ადამიანები მზად იქნებიან იმ წარსულის გათვალისწინებით ააშენონ ახალი ურთიერთობები.